რამდენიმე წუთის წინ სოფელ ქვიშხეთიდან მაესტროს გადამღები ჯგუფი დაბრუნდა, რამდენადაც მათთვის გახდა ცნობილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახისთვის სამძიმრის გამოსახატად უფლებადამცველები და ქართული ოცნების წევრები დღეს სოფელ ქვიშხეთში ჩავიდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ. როგორც ეზოში მყოფმა პირებმა განაცხადეს, ისინი სამძიმრის გამოხატვის საშუალებას არავის მისცემდნენ, თავი ჟურნალისტებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს ოჯახის ახლობლებად წარუდგინეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ქიმერიძის ახლობლების განცხადებით მედიასთან კონტაქტისგან თავშეკავება გარდაცვლილის მეუღლის თხოვნით გადაწყვეტეს, თუმცა ის პირები, რომლებიც მედიას ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, გარდაცვლილის ოჯახის ვინაობასაც ვერ იხსენებენ. შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 47 წლის სოლომონ ქიმერიძის ახლიდან ისე გაიყვანეს, რომ ოჯახის თავიანთი ვინაობა ოჯახის წევრებისთვის არ განუმარტავდა, მათთვის არც ის უთქვამთ, თუ რისთვის მიხავდათ პოლიციაში. მეორე დღეს კი ქიმერიძე უკვე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ოფიციალური ვერსიით მისი სიკვდილის მიზეზი პოლიციის შენობის კიბიდან გადმოვარდნა გახდა, თუმცა მაესტროსთვის მიცემულ კომენტარში 2 დღის წინ ამ ფაქტს არ ადასტურებენ. გადმოვარდნის შედეგად სიკვდილს გამორიცხავენ უფლებადამცველებიც, რომლებიც ქიმერიძის ფიზიკური დაზიანებების საფუძველზე ამბობენ, რომ ის ცემის შედეგად გარდაიცვალა. ეს სხვა რამე არა გამოიძიო ხოდა აბა რა გინდა გაატარეს ხალხი შეხო არც გამომძიებელი არც შვილი არ ახარ არც მაკეთა ოჯახის შეურაცხყოფა რა არის შეურაცხყოფა შეურაცხყოფ ოჯახი არა მომისმინე ასაც შენაკეთებ ეგეთი რამე მე ხამა არა მითხარ მე ვერა აბსოლუტურად შინაგან საქმეთა სამნისტრო გაავრცელა განცხადება რომ ქურდი იყო და ამიტომ იყო დაჭერილი ეთანხმები შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას რომელი ბინის ქურდობა როდის აი თქვენ მითხარით ბინა გადარწვა მე გითხარით არა თქვენ გითხარით რომელი ბინა მაშინ ხო ეს არ არის ჩემი საქმე რა აბა თქვენი საქმე აბა რა რომ ბინა გადარწვა თქვენ მე მგთხოვათ რომ აქ დადეკი არის მეზობელი არ ახარ ნათესავი ოჯახის არ ახარ ყველაფერი ვიცი შეზე როგორ გეკადრება ოჯახის ნათესავი არ ახარ საერთოდ არაფერი ხო ის ხო ვარ პოლიციელი არ ახარ პოლიციელი ხარ ხო ნაციონალი ხარ არა ვარ პოლიციელი ვარ სახელი და გვარი ჯარჯი გვარი გოთუა ჯარჯი გოთუა ვინ ახარ ამუბნელი ხარ ნათესავი ხარ ოჯახის წევრი ხარ დარწმუნებული ხარ როგორი მეგობარი ვარ მეგობარი თუ წევრი ოჯახის მეგობარი ოჯახის წევრობა აბა რა არის შეწყვეტი მოქალაქე ვარ ჟურნალისტი არასოდეს არ ყოფილა და მინდა მიუსამძიმრო არც მე ვარ ბატონო პოლიციელი ეს ბატონო მე გამიჩნდა სადგონილა მაგრამ საქართველოს გინახიათ რომ პანაჩუძე კაცი მოვიდეს და არ შეუშვათ არიან საშინლად შეშინებულები როგორც კი შევედი დედამისმა თქვა რომ რა თქმა უნდა ექსპერტიზაც მინდა რა თქმა უნდა დადგენაც მინდა ვინ მომიკლა შვილი მაგრამ სამწუხაროა მიმძიმს რომ ამას ეთერში გაუშვებთ მაგრამ მეუღლე რომელიც ყველაზე მეტი დაზარალებული უნდა იყოს ამ საქმეში მეუღლე იმ დონეზე შეშინებული და დაფეთებული რომ არაფერი არ მინდა ოღონდაც მისავლებული და მარხინან არაფერი არ მინდა და მეუღლემ გადაათქმევინა დედას რომ ესე იგი დადგინდეს ჩატარდეს ექსპერტიზა. ამას არანაირი ექსპერტიზა არ ჭირდება. ექსპერტიზა ჭირდება იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაცა კვალი არ არის. აქ არის გამოკვეთილი თვალით და ესე იგი ხილვადი ყველანაირი დანაშაული, რომელიც პოლიციამ ჩაიდინა ეს სხეულზე ამ ადამიანს. ყოველგვარი ეჭვის გარეშე მძევლად არის ოჯახი აყვანილი, როგორც ჩანს და შიშის გამო ისინი ფიქრობენ, რომ მიცვალებულს აღარაფერი ეშველება და იქნება აი ჩვენ დანარჩენებს ალბათ რაღაცა უარესი არ შეგვემთხვას. სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ჩამოვედით აქ სამძიმრისთვის და კატეგორიულ უარს ამბობენ ელემენტარულად მოქალაქეების შესვლას, რომ მოყვას მიუსამძიმრო. კამერაში არავინ არ გეტყვით, მაგრამ მართლა მეზობლებს რო გითხოთ, ყველანი გეტყვით, რომ ესენი ამ ოჯახის არც ნათესავები არ არიან, არც ახლობელი, არც შორებელი და არც კარის მეზობლები. უბრალოდ სოფლელები არიან, რომლებიც ნაციონალების დაკვეთით აქ აკონტროლებენ ყველაფერს. გუშინაც ეგეთი სიტუაცია იყო, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სხვათა შორის კონფლიქტი ჰქონია მიცვალებულ სიცოცხლეში, აკონტროლებდა შესასვლელს, ხოლო მისი შვილი, პოლიციელი, შიგნით ატერორებდა ოჯახის წევრებს და არ აძლევდა მათ თვით ტელეფონზე ლაპარაკის საშუალებასაც კი და ტელეფონზე პასუხის საშუალებასაც კი. იგივე ხდება დღესაც.
და მეორეც ელემენტარულად ეხლა ის აყალმაყალი რაც ამ ადამიანებმა გამოიწვიეს, ხო თავისთავად ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა ხდება და როგორ არის დატერორებული მოსახლეობა. ადამიანები, რომლებიც გამოდიან და მე გვეხოცებიან, რომ თქვენი იმედი გვაქვს, გვიშველეთ რამე, ამ დღეში ვარ და ხმამაღლა ხმის ამოღებას ვერცერთი ვერ ბედავს. ესეთი ტერორი, არ ვიცი 30-იან წლებში შეიძლება იყო გასული საუკუნის, მაგრამ იმ საბჭოთა კავშირში, რომელიც მე მახსოვს, გასი არაფერი არ ყოფილა. ოჯახის სახლობი რამდენი წლის იყო გარდაცვალების შეგიძლიათ მითხრათ? 45. მისი მეუღლის სახელი და გვარი მითხრათ? მამამისის სახელი და გვარი მითხრათ? დედამისის სახელი. გივი ქიმერიძე. დედამისის სახელი და გვარი მითხრათ? ქალბატონი ირინა. რა დაამთავრა, რასაც სწავლობდა შეგიძლიათ მითხრათ? ეგ არ არის. თქვენ ხო მისი მეგობარი? ეგ რა მე არაფერ შუაში. სად მუშაობდა, რა საკეთებდა ამ წლების განმავლობაში? მისი მეგობრების სახელები და გვარები შეგიძლიათ დამისახელოთ? არ ვაპირებ საერთო მეგობრები გეყოლებოდათ. თქვენ ხო მხართ მისი ოჯახის ახლობელი? არ ვაპირებ კომენტარის მოკაკეთებას.